მოგესალმებით. Ქვია გათო და მინდა შემოგთავაზოთ ჩანაწერების რაღაცა ციკლი, რომელიც შეეხება საკვებს. ამ გადაცემის ციკლებში გვექნება ისეთი საკვები, რაც არის ძალიან პოპულარული ჩვენს რესტორნებში და ისეთები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ მოვიგონოთ, გავაკეთოთ სახში ჩვენთვის და შევთავაზოთ ჩვენს მეგობრებს თუ ახლობლებს. პირველი გადაცემა მინდა მიუძღვნა ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტს, ასე თქვა, ჩვენ ბაზარზე. ძვირადღირებული არის იმიდან გამომდინარე, რომ მართლაც ხორცის ფასი ძირს ყველაზე მეტი ამ ხორცის ნაჭრის. ეს ნაჭერი არის სუკი და ძალიან გავრცელებული არის ჩვენ რესტორნებში სახელად სუკის სტეიკი. მე არ დავიწყებ ახლა რაღაც უცხოურ ენებზე ლაპარაკს, ფილე მინიონი და ასე შემდეგ, რომ თქვენ არ დაგავნოთ. მე ქართულ რეალობაში დავეშვები და თქვენ გეტყვით თუ როგორ მოამზადოთ ეს სუკის სტეიკი სწორად, ისევ და ისევ სუბიექტურად, ვამბობ ამას, სწორად მოამზადოთ სუკის სტეიკი და მივართვათ ჩვენს მეგობრებს. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ თვითონ სუკის ხორცი სწორად. რომ მივხვდეთ, რომ სუკის ხორცი არის ახალგაზრდა, აუცილებლად უნდა გავაკვირდეთ მისი ცხიმის ფერს. ცხიმის ფერი რაც უფრო ღია, აი ამ შემთხვევაში ღია ცხიმი აქვს ხორცს და თვითონ ხორციც რაც უფრო ღია, რა თქმა უნდა ხორცი არის უფრო ახალგაზრდა. ყოველ არასდროს არ იყიდოთ მოყვითალო ფერის ცხიმით ხორცი. ეს შემირჩევა თქვენთვის. მე რაც შეეხება ამ სუკს, ამ ვიყიდეთ სუკი, ხო? ნუ კაი, მიმიტანეთ სახში. ძალიან კარგი. პირველ რიგში ამ სუკს აქვს აპკი. აი ეს აპკი ჩანს გარედან, ეს აპკი უნდა მოვაცილოთ. სუკს ყოველთვის მოყვება გვერდით და ძარღვი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ რეალურად. ჩვენიერი ხორცი არის ფაშისტვის. სუკს მოყვება კუდი, რომელიც ასევე ალბათ უნდა წავიდეს ფაშზე და მოყვება ეგრეთ წოდებული თავი, არ ვიცი, რაღაც გამონაზარდი არის ზემოთ, რომელიც აგრეთვე ჩვენ სტეიკზე არ გამოგვადგება. ნუ, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ სტეიკი, ოღონდ შეწვა იქნება არასწორი. ამაზე ვისაუბრებთ ახლა ცოტა ხანში. მოკლედ, ავიღეთ სუკი. პირველ რიგში ვაძრობთ აპკს, რომელიც ამ სუკის ხორცს აქვს ცენტრში. აი გადაგრული აქვს მთელს სიგრძეს. აპკს რო გავაძრობთ რეალურად. ჩავთვალოთ რაღაც დონემდე გავამუშავოთ. მე ვაჭრით თავს. ხება რა? ხება ეს ტანი, ძირითადი ტანი. ამ ძირითადი ტანიდან იმ ნაკლს, რასაც ეძახიან ევროპულ რესტორნებში ფილე მინიონს და რასაც მე ვეძახი სუკის სტეიკს, არის ცენტრალური ყველაზე ფართე ადგილი. გრამაჟი წესით სტეიკის უნდა იყოს 300 გრამამდე. ნუ 300-350 შეიძლება შემდეგის ყოველთვის გახდება 250. და გრამაჟი რო დავიცვათ სწორად, აი აწარმოების გარეშე პირდაპირ გეტყვით, ფილე მინიონის შემთხვევაში არის 100 შეგვიძლია სხვათა შორის ეს ძარღვი დაუტოვოთ იმისთვის, რომ ცხიმით დაუტოვოთ ჩვენ სტეიკს. ცხიმის დატოვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტეიკი იქნება უფრო ჰაეროვანი, თუმცა ზოგს არ უყვარს ცხიმი და პრეტენზიებიც აქვს. ანუ კლიენტია დამოკიდებული პირდაპირ თქვა. ჩვენ მოდი სახლისთვის გავაკეთოთ ახლა ეს და არა რესტორნისთვის. იმასაც დავძენ, რომ მე არანაირი კულინარიული გამართლება არ გამაჩნია, უბრალოდ როგორც ვთქვათ, ჰობის ამბავია ეს ყველაფერი და მინდა აი ამ ჰობით რაც მე ვისწავლე, ის გაგარდოთ თქვენ. ანუ სახლის პირობებში ჩვენ ამ გვერდითაც ძარბს, რომელიც გაყვება ამ ჩვენ სუკს, არ ვაჭრით. მოდით მოვილაპარაკოთ. ისე რესტორნებში რო იცოდეთ ამას ყოველთვის აჭრია. ნუ მე ალბათ ფარში მიდის არ ვიცი, ამ სუკის მწვაც, რასაც ეძახიან, გააჩნია რა თქმა უნდა სისქეს. მოკლედ ფილე მინიონი მოვაჭრეთ პირველი, ანუ ეს თავი, რომლისგანაც ჩვენიერი ფარში გამოვა და ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ სხვა ჩანაწერებში. ფილე მინიონი რეალურად სიმაღლეში, აი როდესაც გვაქვს ლაპარაკი ფილე მინიონზე და არა სხვა სტეიკზე, არის სადღაც 4-5 თითი. ავიღოთ 4 თითი ამ შემთხვევაში,
რომ შეწვა მოვასწროთ კარგად. აი ეს ნაჭერი რეალურად, აი ეს ნაჭერი არის იდეალური ფილე მინიონი. აი რომ დააკვირდით ძარღვებით გაზდებს ცხიმის, რაც ხალხს გახდის უფრო გემრიელს და უფრო კარგს. გვაქვს ფილე მინიონი. ჩავთვალოთ რომ ეს არის სადღაც 250-დან 300 გრამამდე. და მივხვდეთ ახლა ამ საქმეს. ეხლა რა ხდება? არავითარი როგორ ვთქვათ, და მარილება ამ ხორცს წინასწარ რაღაცის შენახვა არ ჭირდება მე რომ მკითხოთ. ერთადერთი რაც ჭირდება ამ ხორცს ეს არის მაღალი ტემპერატურა თქვენს ტაფაზე, ტაფას ფოტოშოპში შეიძლება იყოს. ჩვეულებრივი გრილის არ აქვს მაგას მნიშვნელობა დამიჯერეთ არანაირი. თავარია თქვენ როგორ შეწავთ მას უბრალოდ. ისიც დავიმახსოვროთ ძალიან ხშირად აი რესტორნებში შემოდიან და ითხოვენ აი ამ steaks well done. პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის რა ვიცი, აი ძალიან დიდი შეურაცხყოფა მზარეულისთვისაც და თვითონ ამ ძალიან ძვირადღირებული ხორცის ნაჭრისთვის. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 2 კილოიანი ხორცის ნაჭრიდან გამოგვით 3 ეგეთი სტეიკი. ყველაზე ძვირადღირებული ხორცი რო ავიღოთ, საქართველოს ბაზარზე რო თქვა, სადაც საშუალოდ ამის ფასი კილოსი არის 25-დან 30 ლარამდე. გააჩნია სატყიდულობთ. ბიუჯეტურ მარკეტებში თუ იყიდით, შეიძლება 30-მდეც მივიდეს ამის ფასი, მაგრამ რეალურად 25 თქვათ ჩვენ. ანუ 50 ლარის 2 კილოში ჩვენ გვაქვს სულ რაღაც 3 გასაყიდი სტეიკი. მოგვილაპარაკეთ და ნუ გავაფუჭებინეთ მზარეულს ძალიან გთხოვთ ამ სტეიკს. ამიტომ ყოველთვის მოითხოვეთ მინიმუმ მედიუმი, ისე იდეალური შეფრის დონე ფილე მინიონისთვის არის medium rare. ეხლა რას ნიშნავს საერთოდ medium, medium rare, low done, well done და ასე შემდეგ. ნუ ეს არის როგორც ვიტყვით, ანუ ქართულად რო გადავთვალოთ, კარგად შემწვარი, საშუალოდ შემწვარი, შეუწვავი, საშუალოდ შეწვამდე არ მისული და გადასული ასე ვთქვათ. ანუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, მოდით ეს სტეიკი ჩვენ შევწვათ საშუალოდ ან საშუალოზე ოდნავ დაბალი შეწვით. რა ჭირდება ახლა ამისთვის ჩვენ? ტაფაზე არ ვასხავთ ზეთს, ეს დავიმახსოვროთ, არ ვაყრით ხორცს მარადს, არ ვრეცხავთ ხორცს. მოკლედ, ვიღებთ ზეითუნის ზეთს, აუცილებლად ზეითუნი, არავით არის სხვა ზეთი, იმიტომ რომ გემოს პირველ რიგში ზეითუნს რატო ხმარობთ? გემოს არ უცვლის, ეს არის მთავარი. და ნუ ოდნავ ცხიმიანობას აძლევს იმისთვის, რომ ტაფაზე მეტად არ მიგვეკრას. უსმევთ ამ ხორცს, ამ ჩვენ ზეითუნის ზეთს. ვალდებთ ასე ვთქვათ, პირდაპირ. ამ დროს პარალელურად უწევთ გაზს და გავთ ჩვენს ტაფას. ერთადერთი რასაც მოვუშვები ამ ხორცს, ეს არის შავი დაუქავი პირპილი. საკმარისია. და ვაყრით ამ ხორცს ორივე მხრიდან. ეხლა მთავარი, რატომ საერთოდ სუპი სტეიკი გამოდის კარგი ფილე მინიონით და არა კუდის და თავის ნაწილი. იმიტომ რომ ხორცის სტრუქტურა ისე არის განაწილებული, რომ მისი მთავარი ქსოვილი არის ამ ჩვენი სუკის ხორცის მთელ სიგრძეზე განლაგებული. შესაბამისად, ცეცხლი, ანუ ტაფის ცეცხლი უნდა შევიდეს ამ ქსოვილის მიმართულებით და არა პერპენდიკულარულად. აუცილებლად მიმართულებით უნდა შევიდეს. ტაფა წესით უკვე ცხელია, კი, ცხელია და ხორცი მზად არის შესაწვავად. დავუძოთ ხორცი ტაფაზე. არავითარი 2-3 წუთი ეს ყველაფერი ზღაპარია, ქართველი მომხმარებელი 99%-ში ვერ შეჭამს. ამ ხორცს 3 წუთი რომ დავწვათ ორივე მხრიდან. რეალობას ეხლა დაინახავთ და მივიყვანთ ამ ხორცს medium rare დონემდე. საერთოდ ევროპაში და ბევრ ქართულ რესტორნებში გავრცელებულია ფილე მინიონთან, თუ აკეთებენ რა თქმა უნდა ამ სახის და ეგეთ ფილე მინიონს გარნირად საკაცური, რომელიც ძალიან პოპულარული არის, მაგრამ მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ცოტა სხვა რამ, ეს არის უბრალოდ ის რაც მე მგონია რომ უხდება, ეს არის ბოსტნეულის ასე ვთქვათ გაზუ, სოკო. საკონდა
ну, რატომ პირველს სოკოს და სტაფილო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ორი კომპონენტი რეალურად ერთდროულად მზადდება. ანუ დავაყავოთ ჯერ სტაფილო, მე სოკო და მე დანარჩენი, მოკლედ ესე მოვილაპარაკოთ. ვაყავთ სოკოს და სტაფილოს ერთად. საკმარისია. სოკოს სტაფილო. ისე რომ ერთადერთი ზეთი რასაც ხმარობ ეს არის ზეითუნის. ოდნა მოვასხათ დაფაზე, ბევრი არ უნდა, თუმცა გაითვალისწინეთ, სოკო ისეთი პროდუქტია, რომელიც ზეთს ბევრს იშევს. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, სოკო თუ არ იქნება მარტო ორი კონზიგებოთ, სოკოსთან ერთად მესამეს დავაყენოთ. შევხედოთ ხოლმე. აგერ ჯერ არც არ გვეჩქარება. ამას ყველაფერს ვაყრით ჩვენ ტაფას. ხო. დავიმასწოროთ, რომ ხოც მალუს არ ვაკარებ ჯერ. რადგან აუცილებელი პირობა პირველ რიგში თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მისცეთ ცოტა მაღალი ცეცხლი, მაგრამ რეალურად იმასთან ერთად თუ როგორ დამზადდება სოკო, მე უნდა ცეცხლს დავუწიეთ, რომ მოხდეს უფრო ცოცხლის, კი არა, ცოცხალი საკვების მიღება. არ უნდა დავყოთ რეალურად იმას, რასაც ამზადებთ. მარილსაც ჯერ არ ვაკარებ. აი ნახეთ, სოკომ შეიშო პრაქტიკულად ყველანაირი ზეთი აქ. ამიტომ დავამატოთ კიდე ცოტა ზეთი. ზეითუნი იმით არის კარგი, რომ გემოს არ უჩლის პროდუქტს, ეგ დავიმახსოვრე. ცოტა ძვირია, მაგრამ ერთხელ შეიძლება თქვენ თავი გაანებიოთ. შემდეგი კომპონენტი ეს არის ალბათ ბულგარული წითელი, ძალიან უხდება ამ კერტს. არ მოგერიდოთ, სითბოს მისცემს ბულგარული ამას ყველაფერს. სანამ ბულგარული დავამატოთ, შეგვიძლია უკვე მივცეთ მარილი. დავხედოთ ხოლმე. კარგია, გადავატრიალოთ. შეგვიძლია ცოტა დავამატოთ ზეითი. ვაყავ ბულგარულს ჯერითო თუმცა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მოვიდეთ ყველაფერს ისე გავიგოთ ამ სტეპში. ყველაფერს ნაკლებია. უბრალოდ სტატისტიკურ გემოს ყველაფერს მაგიტომ მაგრამ ხომ ნაკლებია. ისე ფოტკბილია. უკვე ნელ-ნელა ვიწევ თეთრ დაბლა. ხორცი იწება, ეხლა შეიძლება სოუსი. ყველაზე მეტად ისევ და ისე უცხოური ინგრედიენტები გამომდინარე ამას უხდება სოკოს სოუსი. მაგრამ მე სოკოს სოუსს უფრო ხმარობ სხვა სტეიკის სახეობებზე, ამიტომ ამ სტეიკს ამ ეტაპზე მოვუხდენ, ამ შევესწრებთ მოვუხდინო ყოლის სოუსი. ყოლის სოუსი შეგიძლიათ გაგრძელოთ ყველა ყველით, რა თქმა უნდა, ჯობია რა თქმა უნდა ეს იყოს არა ჩვენი წარმოების ყველი. ამ შემთხვევაში გვაქვს გაუდა აღებული. ბევრი არ არის საჭირო, 50 გრამი. თუმცა ეს არის 50-60 გრამი საკმარისია. მინდა საფეხი, პირდაპირ ვახერხავ ყველს. და თუნდაც დავიწყდეს ჩვენი გარდიერი. გამიმშვენიერ ამბარებაში დამწობის ნიშნები არ შენიშნება, რაც კარგია. ანუ ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიღოთ კიდე ოდნავ ხო, მარტო ცოცხალი პროდუქტი, ანუ დაქილი ის არის. ის ნავარით უკვე გამოსცეს. შეგვიძლია ოდნავ მარილით დავამატოთ. გავაზრდოთ ყოლის დაფეხვა. საკმარისია 50 გრამი დამატებით. იმისთვის რომ ამ სტეიკს ეწოს. ეს თქვენი გაუდა. და გვინდა ჩვენ რა. ნახეთ.
ნაღები, ნუ მე ხვალ 23%-იან ნაღებს, ეგრევე ჩავმატოთ ყველას, ოდნავ, რომ ისევ და ისევ ყველმა მიიღოს უფრო სოუსის სტრუქტურა და არ იყოს მიწვარი რაღაც ყველის მასა ტაფაზე. აი ეს 4 კოვზი ამ ყველის რაოდენობას ეყოფა და დაბალს ვაყენებთ ამ ჩვენს განიერს. ეხლა შევხედოთ სტეიკს. სტეიკი რეალურად ორი მხრიდან მზად არის. ხო, ეს ხელი შეჩვეული მაქვს ნაპატიეთ. ამიტომ უკვე შეგვიძლია გვერდების შეწვა. მიწად გვერდების შეწვა. რეალურად გარშემო უკვე მზადაა ჩვენი სტეიკი. ეხლა გადავატარებთ გვერდებს და მეორე შეგვიძლია დავასრულოთ ხორცი. რა შეიძლება ხორცის დასწრება, სანამ ჩვენი გარნირი სოუსი გაკეთდება, ხორცი იქნება 8 წუთის მანძილზე უბრალოდ გადაწყდება. არაფერი მეტი არ შეიძლება. 8-10 წუთი. გამიგდა. მედიმრე არის. აუცებში. გადავიტანოთ. ვაწვდით. ნუ ამას არ მინდა ჩვენ მინდა რა თქმა უნდა სოუსი. სოუსი პრაქტიკულად მზად არის, ასეთი მასა მივიღეთ, ნაღები და გამუდა არის მხოლოდ 4 ყველის სოუსი ეძახიან ხშირად იქ ემატება ალბათ უფრო როკვფორის სტილის ოპიანი ყველი, ყველაზე გენერს ისაძლევს. და ნუ არ ვიცი ხა შეიძლება ედამი დაუმატოთ, შეიძლება რაღაცა სხვა. ყველა ჯიშის ყველი მიდის, თავარია ისე და ისე ამობ არ იყოს მოცარელა და სულგუნი. ანუ ეს ის ყველებია, რომლებიც დიდად არ უხდება სოუსებს. დავიწყოთ ახლა სერვირებაზე. ფიქრი სერვირებისთვის რა გვინდა? სალათი თოთოლი ცენტრში. სტეიკი წავა ჩვენთვის მარცხენა, თქვენთვის მარჯვენა მხარეს აიტებზე. და შესაბამისად პირიქით წავა შიგა. განი უკვე შეგვიძლია გადმოვიდეთ. სოფშორის. სოუსი მზად არის. აი მე შემდეგ რა სოუსი უკვე მზად არის. ძალიან მოუხდება იმის გამო რომ მარტო ერთი კვალი ვაკეთებთ. ოდნავ ჩავახერხოთ პარმეზანი. რომ ძაფს გახდის მის გემოს. ცოტა. ანუ როგორ გამოვიძინოთ ორი ტიპის ყველი, სულ რაღაც. 4 ტიპის ბოსნიალური, ეს არის ბულგარულების სოკო და სტაფილო და ხორცი. ჩვენი კერძი მზად არის. ავე სტეიკი, თორმას აიღეთ შეხედოთ. დასვენება რას ქვია? ზემოთ სისხლს თვითონ ტოვებს თეფშზე ჩვენი ხორცი. ეს არის medium rare სუფთა, არავით არის medium-ი, არავით არის low-ი და არავით არის well-done. გავალამაზოთ ჩვენი თეფში. პომიდორი. და სოუსი აუცილებლად მოვასხათ ამ ჩვენს ხორცს არა ისე რომ დავფაროთ, არამედ სამმე გვერდზე. ოდნავ შეგვიძლიათ ხორცს შეახოთ. აი ესეთი სქელი სტრუქტურის სოუსი გამოგვივიდა. ამას ყველაფერს ოდნავ აპიტიც მოვაყრით და კერძი მზად არის გასაცემად. ეს არის ფილე მინიონი, ყველის სოუსით, ბოსტნეულის გარნით. ეხლა მოდით გავიჭრით ერთ ნაჭერს მაინც, რომ შეხედოთ რას ვეძახი მე medium rare. გარშემო შემწვარი, მერე მიდის გადასვლა და ცენტრში უფრო მეტი სისხლი. ეს არის medium rare. low-done-ზე სულ სისხლი იქნებოდა და აი medium-ის შემთხვევაში ეს ჩვენი სისხლის ლაქა მცირდება და პრაქტიკულად აღარს ჩანს. ეს მზად არის, გემრიელად მივირთვით და შემდეგ შეხვედრა.